მოგესალმებით ასოციაცია ხერა 21-ის დისტანციური სერვისების ოჯახის ექიმი თამარ მაღრაძე. დღეს ფერტილური ასაკის ქალებისგან ყველაზე ხშირად დასმული კითხვების რუბრიკის ფარგლებში ჩვენი სტუმარი იქნება ექიმი გინეკოლოგ რეპროდუქტოლოგი თამარ გელაშვილი. თამარი გვესაუბრება სქესობრივი გზით გადამცემი ინფექციების შესახებ დასმულ აქტუალურ კითხვებზე, რომელიც ჩვენ სოციალურ ქსელში შემოდის. მოგესალმებით. თამარ, რა არის სქესობრივი გზით გადამცემი ინფექციები და როგორ ვრცელდება იგი? სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები წარმოადგენს ბაქტერიას, სოკოს, ვირუსს, პარაზიტს. რა ქცევები და რისკ ფაქტორები უწყობენ ხელს სქესობრივი გზით გადამცემი ინფექციების გავრცელებას? არსებობს გარკვეული ქცევები, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს აღნიშნული ინფექციის გადაცემა. ეს არის ორალური, ვაგინალური, ასევე ანალური სქესობრივი კონტაქტი კონდომის გარეშე. სქესობრივ პარტნიორთა სიმრავლე და ასევე ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ ზემოქმედების ქვეშ მყოფმა სექსუალურმა კავშირებმა. რა სიმპტომებით ხასიათდება სქესობრივი გზით გადამცემი ინფექციები? სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ხშირ შემთხვევაში პარტნიორები არც იციან, რომ არიან პოზიტიურები. პრევენციის და სტრატეგიის რა ნაბიჯებია რეკომენდებული სქესობრივად გზით გადამცემი ინფექციების რისკის შესამცირებლად? ბარიერულად დაცული სქესობრივი კავშირი, ყველანაირი სქესობრივი კავშირი, ანუ კონდომით დაცული სქესობრივი კავშირი არის უმნიშვნელოვანესი გზა პრევენციისთვის. ასევე შემთხვევითი სქესობრივი ურთიერთობების თავიდან აცილება, პარტნიორთა რეგულარული ტესტირება. თამარ, რას გეტყვით დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე? სტატუსის ცოდნა აუცილებელია, ვინაიდან პრევენციისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. რაც შეეხება დიაგნოსტიკას, მოიცავს გარეგან დათვალიერებას, ვაგინალურ გასარკეებში გასინჯვას და ლაბორატორიულ ტესტირებას, რომელთაგან ოქროს სტანდარტს წარმოადგენს PCR ტესტირება. აუცილებელია ორივე პარტნიორის მკურნალობა, რაც მალე დაიწყება მკურნალობა და დროულად ჩაერთვება წყვილი მკურნალობის პროცესში, გამოჯანმრთელება უფრო მალე დგება. მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკებს, იმუნომოდულატორებს და ანტივირუსულ პრეპარატებს. მადლობა თამარ. იმედი მაქვს საჭირო ინფორმაცია მოგაწოდეთ, დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგმართეთ ასოციაცია ხერა 21-ის ცხელ ხაზზე.